რექტორის გადაწყვეტილების ფონზე სტუდენტები ცხადია გაჩერებას და დანებებას არაპირებენ, პირიქით ისინი აცხადებენ, რომ რაც უფრო იქნება შაუტაშვილის მხრიდან წინააღმდეგობა, მათი პროტესტი მით უფრო გაძლიერდება და ვერ შეუშვით ხელს ის, რომ მათ აღარ შეეძლებათ მორიგეობა 23 დღის და ღამის განმავლობაში თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები ღამეს ათენებდნენ თეატრალური უნივერსიტეტის შესასვლელში, ეგრეთ წოდებულ ფოიეში და ისინი აკეთებდნენ ეგრეთ წოდებულ ცვლებს იმის გამო, რომ მათ შეეძლებოდათ უწყვეტი პროტესტის წარმოება, თუმცა მას შემდეგ, როგორც თავად აცხადებენ, რაც მათ გამოაქვეყნეს ვიდეო პროტესტის შესახებ, სადაც მათ შორის გიორგი შაუტაშვილის გადაწყვეტილებების შესახებაც იყო ინფორმაცია, ამის შემდეგ რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება და თუ ვინმე დღეიდან დატოვებს თეატრალური უნივერსიტეტის ტერიტორიას, საუბარი არის გაფიცულ ადამიანებზე, ისინი უკან ვეღარ დაბრუნდებიან. ცხადია ეს სტუდენტების მხრიდან შეფასდა როგორც საძამჭირო ღონისძიება, თუმცა აქვე აცხადებენ, რომ ამ საძამჭირო ღონისძიებების მათ არ ეშინიათ. დღეს დილით გამოქვეყნდა ვიდეო ფაქტების სახით, სადაც ბატონი გიორგის თითოეული გადაწყვეტილებაც ჩანს კაპიოდ და ისიც ჩანს თუ რატომ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ მოვითხოვოთ რექტორის გადადგომა. აქედან გამომდინარე მივიღეთ რეაქცია ამ ყველაფერზე, როგორც წინაზე სადამსჯელო, დღესაც იგივე არის, რომ თუ ვინმე უნივერსიტეტიდან გავა უკან ვეღარ დაბრუნდება, ანუ ჩანაცვლების უფლებას არ გვეძლევენ და გვეუბნებიან, რომ თუ გასვლა გვინდა, უნდა გავიდეთ და უკან აღარ უნდა დავბრუნდეთ. ეს ყველაფერი არის რაღაცნაირად ჩვენი დასჯა და ამ ყველაფერზე ერთ და იგივე პასუხს მიიღებენ, რამდენჯერაც შეეცდებიან, რომ გაგვაჩუმონ, უფრო ხმამაღალი ვიქნებით, პროტესტი ყოველ ჯერზე უფრო გაიზრდება და იქნება უფრო ძლიერი. მხოლოდ რექტორია პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. შიდამოთხოვნას გვაქვს, რომელიც არის რექტორის შაუტაშვილის გადაყენების შესახებ. დაცვასთან მედიატორობით გვიწევს მასთან საუბარი და დღეს მოხდა ისე, რომ აქამდე რო პრობლემა არ იყო შეშობა გამოშვებაზე როტაციულად, დღეს ასე მოხდა, რომ შეშობაზე უკვე პრობლემა არის. დღესაც პირობა მივიღეთ ხალხისგან, რომ სადაცვისგან, რომ მხოლოდ იმ ხალხს შეგვიშობენ უკან, ვინც გამოვიდ ინტერვიუების ჩასაწერად. ნებისმიერ როტაციაზე ვინც შეგვუნდეს შიგნით და შეცვალოს შიგნით ყოფილი ადამიანი, იმ ხალხს აღარ შემოუშვენ ახლებს ასე ვთქვათ. ჩვენ დავდეთ ვიდეო დღეს, სადაც საუბრობთ იმაზე, როგორ დაიწყო ეს პროტესტი და სადამდე მივიდა. რის შემდეგაც დღეს მიიღეს ესეთი ბრძანება, რომ უშუალოდ სტუდენტები უკვე ერთმანეთს ვერ ჩაენაცვლებიან და ესე ვთქვათ მეორდება იგივე, რაც გამეორდა რამდენიმე დღის უკან. რომ ჩანაცვლებაზე შეგვექმნა ძალიან დიდი პრობლემა და მათ შორის საჭმლის შეტანაზე სტუდენტებისთვის. გაფიცულ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს რამდენჯერმე შეუქმნეს წინააღმდეგობა, იყო შემთხვევა, როდესაც საკვების შეტანაც კი დაუშალეს სტუდენტებთან ადამიანებს, ამის შემდეგ დღეს უკვე ვნახეთ, რომ მათ ტერიტორიის დატოვება ფაქტობრივად აუკრძალეს, რომ გაეკეთებინათ ცვლები, თუმცა უწყვეტი პროტესტი სამი მთავარი მოთხოვნით გრძელდება, ახალი არჩევნების ჩანიშვნის მოთხოვნით, რეჟიმის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით და მესამე მოთხოვნაც დაემატა სტუდენტების მოთხოვნას, რაც გულისხმობს გიორგი შაუტაშვილის გადადგომას.